საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია ქართლის ცხოვრება. მე დიტო ჩუბინიძე გახლავართ. ჩვენი დღევანდელი საუბარი მინდა და გადაცემა მინდა დავიწყო იმ ფაქტით, რაც გუშინ წინ მოხდა. კერძოდ 112-ის ხელმძღვანელი ბატონი გია არსოშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბატონმა გივი მიქანაძემ სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ და საკვანძო თანამდებობაზე გაამწესა. ანუ ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბატონი არსოშვილი, რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი თუ უშროების თანამშრომელი, სუსის თანამშრომელი და დარწმუნებული ვარ მაღალი რანგის თანამშრომელი, ოფიცერი, გენერალი თუ არა, დარწმუნებული ვარ ეს კაცი პოლკოვნიკი მაინც იქნება. გადაამისამართეს ისევ და ისევ განათლების სამინისტროში. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის ძვირფასო მეგობრებო? სისტემა, რომელიც არის დაღუპული. სისტემა, რომელიც საქართველოს მომავალს კლავს. განათლების სამინისტროზე მაქვს ხედველობა, განათლების სამინისტრო მყავს ხედველობაში. სისტემა, რომელიც საჭიროებს პროფესიონალებს, განათლების სპეციალისტებს, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორებს, საერთოდ პედაგოგებს, აღმზრდელებს, მეცნიერებს, განათლებულ ხალხს, ინტელექტუალებს, ჰუმანისტებს ისევ ივსება ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებით, გენერლებით, პოლკოვნიკებით, მარშლებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე იგი, ამას ინათაც ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს განათლების სამინისტროში ხუტა უფროსების, ციხის უფროსების დაწინაურება, გამწესება და გადამისამართება არა და არ მოიშალა. ესე იგი, ციხეების მინისტრი შაშკინი, სააკაშვილის განათლების მინისტრი, წყეული ადეიშვილის პროკურორი ნიკა გვარამია, საქართველოს განათლების მინისტრი, კანალიზატორი ლომაია და უშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საქართველოს განათლების მინისტრი. ბოლოს და ბოლოს გავაგებინეთ, კაცო, ეს განათლების სამინისტრო რა დაწესებულება გაქვთ თქვენ ესეთი, რომ ფაქტობრივად აქციეთ ფარეხად. მაშინ ადექით ძმაო და მეგის ქარდავა და ისა რა ქვია, კოხტაკოდუა გამოიყვანეთ ციხიდან და მასტერა გიადგებუაძე და დანიშნეთ ისინიც მან განათლების სამინისტროში და ბოლოს და ბოლოს გვეცოდინება კემაინც, რომ ეს განათლების სამინისტრო კი არა, ეს არის სათხებო. რომ თუ ვინმეს სუსიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიღაცას უპირებენ, მოკლედ ადგილ მონაცვლეობას, ანუ როგორც ამასინათ ვახსენე, აი ეს წაჯეკ უკუჯეკობას ეძახდა მაგას ილია ჭავჭავაძე, რომ ვიღაცა ახალი მინისტრი მოვიდა და გასაგებია, რომ ეხა თავის კაცი უნდა იქ დანიშნოს და არსოშვილს გამოუძებნეს ადგილი საქართველოს განათლების სამინისტროში. მე პიროვნულად არაფერს არ ვერჩი ბატონ გია არსოშვილს. ეს არის ძალიან ნიჭიერი კაცი, როგორც მე ვიცი. ძალიან ნიჭიერი კაცი არის თავის საქმეში. მან ააწყო ეს სამსახური. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ კაცო, გია არსოშვილი თუ არის ნიჭიერი კაცი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 1000 მიმართულებებია, 1000 დეპარტამენტებია,
1000 თანამდებობებია და იქ დაგენიშნათ ეს კაცი და განათლების სამინისტროში რა ესაქმება გია არსოშვილს. განათლების სამინისტროში რა ესაქმებოდა ადეიშვილის მოადგილეს და ტრენინგების სამსახურის ბადრაგების მწამებელი ბადრაგების ტრენინგების სამსახურის უფროს პოლკოვნიკ გივი მიქანაძეს. აი იმიტომ არის ძვირფასო მეგობრებო რომ ჩვენი მომავალი გადასული არის კვდომის პროცესში როგორც ყობახიძემ და მიქანაძემ და მთელმა აი ამ ხელისუფლებამ მთელი რიგი უნივერსიტეტები და მთელი რიგი ფაკულტეტები გადაიყვანეს კვდომის მილევად რეჟიმში მთლიანად აი ჩვენი განათლების სისტემა არის აი ამ რეჟიმში სწორედ გადასული თორემ შებრძანდით ნებისმიერ უნივერსიტეტში და გამოიკითხეთ ერთი ახალგაზრდების საერთო მომზადების დონე აი ელემენტარულად ეხლა გადაცემა რო არის ჩვენი კარგი ბიჭი ის აბესაძე კომედიანტის რო უძღვება ამ იმას რა ქვია ამ გადაცემას რა ტაქსში რო ახალგაზრდები მოკლედ აიყვანს როგორც კლიენტებს და მე იქ რაღაც ეკითხებს თქვენ ხო უყურებთ ამ გადაცემას ერთხელ მაინც და რა დონეა და რა ელემენტარულ შეკითხვებს ვერ პასუხობენ ჩვენი ახალგაზრდა გოგო ბიჭები. და თქვენ რა გინდათ ეხლა საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს თავისუფლება აი ამ უწიგნურობის აი ამ უცოდინრობის და აი სრული ესე იგი მარაზმის საფუძველზე გინდა დააშენოთ ვერ აშენდება ვერავითარი თავისუფლება და ვერავითარი დამოუკიდებლობა ეს არის ყველაფერი ფიქცია ძვირფასო მეგობრებო იმიტომ რომ საძირკველი უნდა იყოს ცოდნა ცოდნის გარეშე ეს არის წარმოუდგენელი ბნელი ხალხი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს ვაჭრუკანები თავისუფალ საქართველოს ვერ ააშენებენ სოლომონ ისაკიჩი მეჯღანუაშვილები საქართველოს ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებენ ჩარჩი ვაჭრები და მამუკა ხაზარაძის სულიერი მემკვიდრეები და სულიერი ძმები საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე ვერ დაიცავენ, იმიტომ რომ ჩარჩი და ვაჭარი, ვართაპეტი და არევტრაკანი სომხური სიტყვებია ესენი. და ქართულად ვაჭარს ნიშნავს. ვერ დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს. იმიტომ რომ ვაჭარი ივაჭრებს ყოველთვის ქვეყნის ბედით და ხალხის ბედით. და ჩვენ ეს აღებმიცემობა უკვე თვალწინ გვაქვს. ჩვენ ამას ვხედავთ ყველაფერს. ჩვენ ვხედავთ გადაგდებულ, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, გადაგდებულ და მოღორებულ ქართულ საზოგადოებას, რომელიც მოატყუა ამ ხელისუფლებამ, არავითარი სამართლიანობა არ აღდგა, 52,000 განცხადება დევს გენერალურ პროკურატურაში და 52,000 ოჯახი საქართველოში ითხოვს სააკაშვილისა და მისი ბანდის მიერ შელახური სამართლის აღდგენას. მაგრამ აქედან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მხოლოდ 400 საქმეზე არის გამამართლებელი განაჩენი დამდგარი და დანარჩენი ყველა ეს საქმე არის შემოდებული პროკურატურის თაროზე, ისევე როგორც ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, ისევე როგორც გურამ შარაძის მკვლელობა, ისევე როგორც ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, ისევე როგორც ბადრი პატალკაციშვილის მკვლელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რამდენი მოვა ახალი გენერალური პროკურორი და რამდენი მოვა ახალი პრემიერ-მინისტრი იმდენი ჩადიან იმ შენობაში და იმ ჯურღმულებში და ნავტალინს ესე აყრიან და აყრიან ამ საქმეებს. რა თქმა უნდა ფიგურალურად ვამბობ ამას ყველაფერს, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასია. ფაქტია რომ ეს ასია და პრობლემები ჩვენ თავს ვახსენებს ყოველ წუთსა და წამს. ეხლა მე მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არაფერს ვერჩი ბატონ გია არსოშვილს. მე დარწმუნებული ვარ და ახლობლები არიან ადამიანები, რომლებიც მისი თუ შეიძლება ასე ითქვას, ნათესავები არიან,
და მეუბნებიან რომ ის ძალიან ესე იგი გამოცდილი კადრია, მაგრამ გასაგებია ბატონო გამოცდილი კადრი არის ძალოვან უწყებებში, რომელმაც 112-ის სამსახური მართლაც ააწყო და კარგია რო ააწყო. და მადლობა ბატონ გიას ამისთვის, მაგრამ ეხლა ხო არ შეიძლება რომ ბატონი გია არსოშვილი დავნიშნოთ მაგალითად რომელიმე საავადმყოფოში ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად და მივანდოთ ოპერაციის ჩატარება, ხო, ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. ხო არ შეიძლება მე ისტორიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი რაღაცა ეხა სამხატვრო აკადემიაში გამამწესონ და დამავალონ დაუშვათ აი გრაფიკაში, ფერწერაში ლექციების კურსის წაყვანა. არა? ანუ არ შეიძლება ძვირფასო მეგობრებო, ეს ისეთი სპეციფიური საქმეა, ეს ისეთი ფილიგრანული სიზუსტით ასაშენებელი სისტემაა, განათლების სისტემა, რომ არ შეიძლება აქ უცოდინარი და არაპროფესიონალი კადრის გაკარება, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ეს ხელისუფლებები იცვლებიან, საქართველო პატარავდება შაგრენის ტყავებით, მაგრამ ამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არა და არ დაადგა საშველი. მე იმიტომ ვლაპარაკობ და ჩვენს დღევანდელ საუბარს აი ამ თემით იმიტომ ვიწყებ, რომ მე ვიცი რა ხდება ამ სისტემაში. ვიცი იმიტომ რომ დღეს ეხლა აი ამ გადაცემას რომ ვუძღვები 7 ლექცია მაქვს დღეს ჩატარებული და ვიცი რა დონეა უნივერსიტეტებში. იმიტომ რომ აბიტურიენტებსაც თანაც ამაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და სტუდენტებთანაც ამაქვს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა. და ვიცი რა განწყობებია და რა დონეა საერთოდ. ჩემი თაობა ბევრად უფრო განათლებული იყო ვიდრე დღევანდელი თაობა და ჩემზე უფროსი თაობა კიდე ბევრად უფრო განათლებული იყო ვიდრე ჩემი თაობა. ანუ ერთ სიტყვით უკან და უკან მიდის საქმე, წინა არ მიდის საქმე, ხო? და არავითარი რეფორმა ეს მე გეუბნები თქვენ ძვირფასო მეგობრებო, მე არა ვარ მომხრე რომ ვინმე ახლა ციხეში წავიდეს და საბრალდებო სკამზე დაჯდეს, მაგრამ გეუბნებით რომ ეს განათლების რეფორმა ჩავარდება, თქვენ აღმოჩნდებით, ხა საქართველოს როც დღეში არის, ამას დავანებოთ თავი. ეს უკვე დამთავრებული ქვეყანა გაყიდულია, დახლზე არის დადებული. ეს ეხლა ამას გავანებოთ თავი. ეს ხო ცხადია. ეს აქ დამთავრებული ლაპარაკი ხა 92 წლის შემდეგ საქართველოში მოსული არის. საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულია სისტემა. სისტემა შევარდნაძე და მისი შვილები. სისტემის ნაწილები სააკაშვილი, ივანიშვილი, ასე შემდეგ, აი შემდეგ. ეგ არის სისტემა. შევარდნაძემ შექმნა ეს სისტემა. ეს სისტემა დღეს მოქმედებს ბიზნესშიც, განათლებაშიც, სამხედრო სფეროშიც, პოლიციაშიც, უშიშროებაშიც. ეს არის სისტემა. შევარდნაძის სისტემის განშტოებები არიან ყველგან, რომელიც შეუცვლელი არ იცვლება ეს. ეს არის ნომენკლატურული სისტემა, ყველგან, ყველა სფეროში, აბსოლუტურად ამ ხალხს არ ეხება, ვერ ეხება ვერავი. ამ ხალხმა ჩააბარა აფხაზეთი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საძირკველი გამოაცალა, საქართველოს ციხე-გოდოლები მოუნგრია, მაგრამ ეს ხალხი ამის გამო არ გაუსამართლებიათ. დააკვირდით, აბა შეხედეთ, სისტემა როგორ არის მოწყობილი. ესე იგი, ქალბატონი თეა წოლუკიანის კომისია ვიდრე მუშაობას დაიწყებდა, აპრიორი თავიდანვე განაცხადეს, რომ სამხედროებს არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათო. ქეთს ვიხრი მე ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე, იმ ალალმართალი ბიჭების წინაშე და სხვათა შორის ერთ-ერთი შინდისელი, სულგანათლებული ილია გაბუნია, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. ხო, 2 მეტრიანი ვაშკაცი, სამი შვილის მამა მიწაში ჩავიდა. არაფრის გულისთვის, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხროვას დავალება ჰქონდათ ესეთი, რომ აუცილებლად საქართველოს უნდა წაემტრია კისერი 2008 წლის აგვისტოს ომში, რათა იმ ფრანკენშტეინს მაკეინი რო ერქვა
რაღაცა 10%-ით რეიტინგი მომატებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამაში გაიწირა. აი ამ ცეცხლში შეგვაგდეს ჩვენ. მადლობა ამ ხელისუფლებას, რომ უკრაინის ომს არიდა ეს ქვეყანა. არ შეიძლება ამის არ დანახვა, არ შეიძლება ამის არ დაფასება. მაგრამ ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს. რა მოხდებოდეს ამ ხელისუფლებას, რომ ქვეყანა ომში ჩაეთრია? ესენი აქ გაჩერდებოდნენ? ვინმეს აქ ექნებოდა გასაჩერებელი და დაედგომებოდათ ამათ მერე თავიანთი ბიზნესებით და თავიანთი აი ამ სასახლეებით მილიონებს რო ფულს აღარ ეძახიან უკვე და ყირაზე არიან გადასული. ამათ ექნებოდათ აქ გასაჩერებელი პირი? ესენი ქართველი ხალხი ამათ მოითმენდა აქ? როგორ გონიათ თქვენ ეხლა რუსეთი რო ღმერთმა დაგვიფაროს და თავის ორეშნიკებს და ისკანდერებს დაუშენდა თბილის და საქართველოს ქალაქებს და სოფლებს და აქ უბედურება მოხდებოდა. უბედურება. მერე ეს ხელისუფლება აქ როგორ გაჩერდებოდა, ან ოპოზიცია როგორ გაჩერდებოდა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. არავით არის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია არ არსებობს საქართველოში. ეს არის საცეცები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა. ეს ხალხი არის ყველანი საქართველოს მტრების სამსახურში. გადახედეთ ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერი ვაჟბატონების სიას. ყველა ოფიციალური მილიონერია. ყველა ვაშაძეს ბიტკოინების ბიზნესი აქვს, ცისკარიშვილს ბიტკოინების ბიზნესი აქვს, ყველა მილიონერია აბსოლუტურად. აბსოლუტურად ყველა მულტიმილიონერია. ესე იგი გიგაური ოფიციალური მილიონერია, ელენე ხოშტარია პუტინი უგზავნის მილიონებს, ნინო ლომჯარია მთელი ისა დიპ სტეიტი უგზავნის მილიონებს, ეს ბაბუცა პატარაია ადეიშვილიდან და სააკაშვილიდან და ბერაბიშვილიდან მოყოლებული გრანტებზე ზის და ეს არ არის $10,000 და $20,000 გრანტები, ეს არის ძალიან მაღალი დონის გრანტები. და ვინ არის აბა ის რა ქვია ოპოზიციაში? აბა მითხარი ვინ არის ერთი ოპოზიციაში? გახარია არის და გაყიდა მიწები და წავიდა ბატონო და გერმანიაში არის აგერ წამოკოტრიალებული. ხო, სალომე ზურაბიშვილი არის და ოფიციალური დიპ სტეიტის საფრანგეთის სპეცსამსახურების აგენტია და რო არ იყოს აგენტი გასაკვირია, იმიტომ რომ საფრანგეთში წარმოადგენდა ძალიან მაღალ თანამდებობას და პირდაპირ უსაფრთხოებას უშუალების სისტემებს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კალით ეხლა ვინმე დამაჯერებს იმას, რომ ეს კალი აგენტი არ არის? ამიტომ ეს არის აგენტურა. და ეხლა მივდივარ მეორე მთავარ საკითხზე, რაც ბუნებრივად მივდივარ, მეორე მთავარ საკითხზე, რის შესახებაც უნდა მესაუბრა. ეხლა დაიჭირეს ამ დღეებში ორი კაცი. ერთი ჩიხლაძე ლაშა, რომელსაც არ წარმოდგენა არ მაქვს, ეგერ ჟურნალისტს არ ვიცნობ, და მეორე ეს გულბარ ცხილაძე. ცხილაძეს ვიცნობ შორიდან, ერთჯერ შევხვედრი ვართ. ეხლა ესე იგი ეს გასაგებია მისი პოზიცია, იქ რუსეთში დადიოდა ეს კაცი, არ ვიცი რისთვის დადიოდა, მე ვიცი მისი რუსოფილური შეხედულებების შესახებ, ვიცი რომ ძალიან აქტიურად ლობირებდა რუსულ პროპაგანდას, ჩადიოდა მოსკოვში თუ რა ვიცი, ჩადიოდა ეხლა ფაქტია რომ ამ კაცის შესახებ ყველამ ვიცოდით რომ ეს იყო რუსოფილური მიმართულების პროპაგანდისტი თუ ჟურნალისტი თუ რა ვიცი ეხლა NGO ქონდა არ ვიცი წარმოდგენა არა მაქვს და დაიჭირეს ეს კაცი რომ არის აგენტი, ორი ქვეყნის აგენტი. ნუ ეხლა ორი ქვეყნის აგენტია თუ 9 ქვეყნის აგენტი არ ვიცი ის ლაშა ჩიხლაძე ვინ არის, წარმოდგენა არა მაქვს. შეიძლება მართლა არიან აგენტები და ხაზგასმით ვაცხადებ რომ ყველა აგენტი უნდა წავიდეს ციხეში. აგენტი უცხო ძალის წარმომადგენელი და უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი, რომელსაც საქართველოში აქვს თავისი რაღაცა
შაბნელი გეგმები საქართველოს მიმართ აქვს, უნდა წავიდეს ციხეში. ნიშნულობა არ აქვს იმას, რომ ვისი აგენტი, მაგრამ ეხლა დავსვათ ჩვენ საკითხი ესე. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ცხილაძე არის აგენტი და ჩიხლაძე არის აგენტი. არავით არის პრობლემა არ მაქვს, დამნაშავე უნდა წავიდეს ციხეში. მაგრამ ეხლა მე ვეკითხები პატივცემულ ხელისუფლებას. ძვირფასო ბატონო გეკა. მე რაკი ვერ გავაჭყვე მე და ვერაფერი გავახერხე და ვერ მივაღწიე იმას, რომ თქვენ მშვენიერი ქართული სახელი ქვიათ, ბატონო შინაგან საქმეთა ბატონო მინისტრო, უშუალოების ბატონო მინისტრო და გელა ვერ დავაძახებინი ამ ჟურნალისტებს თქვენთვის, როგორც მოგმართავენ ეთყობა ეგ თქვენი შიდა ბრძანებაა, რომ გეკა დამიძახეთო და კი ბატონო გეკა. ბატონო გეკა და ბატონო სულხან და ბატონო მამუკა დინარაძევ. აი ეს ცხილაძე და ჩიხლაძე არიან აგენტები. კი ბატონო, მე არ ვაპროტესტებ ამას და მე ვიზიარებ დავუშვათ, თქვენ მოგყვებით ბოლომდე რომ აგენტები არიან. კი ბატონო. მაშინ ახლა მე გეკითხები თქვენ. ნინო ლომჯარია არის თუ არა აგენტი? ელენე ხოშტარია, რომელიც პუტინისგან ღებულობს ფულებს, არის თუ არა რუსეთის აგენტი? ეკა გიგაური არის თუ არა Deep State-ის აგენტი? თინა ხიდაშელი არის თუ არა ტაივანის აგენტი? მისი ქმარი არის თუ არა LGBT აგენტი? ბერძენიშვილები არის თუ არა ძმები ბერძენიშვილები არიან თუ არა აგენტები? არის თუ არა აგენტი გიორგი კანდელაკი, რომელმაც ამ რამდენიმე დღის წინათ ჰადსონის ცენტრში საქართველოს სახელმწიფოს საშინელი ბრალდება წაუყენა, რომ თითქოს ჩვენ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რაღაცა შაუბნელი კავშირები გვაქვს? არის თუ არა საქართველოს ტრების ბანაკში და არის თუ არა აგენტი ხატია დეკანოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში არის შავი ხვრელები, რომლის მეშვეობითაც რუსეთში შედის თურმე იარაღი, ესე იგი თურმე რუსეთს აკლია იარაღი და შავი ხვრელებით საქართველოს ამარაგებს რუსეთს. არის თუ არა ამის მთქმელი აგენტი? არის თუ არა აგენტი ტარიელ ნაკაიძე, თურქეთის აგენტი, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ ანაღლებს ტაოკლაჯერში საქართველოს ეკლესია მონასტრების ბედი? და არის თუ არა აგენტი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის აგენტი საქართველოში, რომელიც გაიპარა საქართველოდან ფაქტობრივად და იტალიაში დღეს აზერბაიჯანული სოკარის პრეზიდენტის პოსტზე არის წარმოდგენილი. აი გეკითხები ძვირფასო ხელისუფლებაო. აი მიხოს და იმისი არ იყოს, რა ქვია, ანეკდოტში რო არის რა, ვიკითხეო, აი კითხულობ და თქვენ გეკითხებით. აი ეს ხალხი, კი ბატონო, მოგყვებით იქამდე რომ ვიქტორ ცხილაძის შვილი გულბარ ცხილაძე არის რუსეთის აგენტი და დაუშვათ ეს ლაშა ჩიხლაძე არის ვიღაცა ლესოტოს და სვაზილენდის აგენტი ან მაპუტუს აგენტი, მაგრამ ეხლა გეკითხებით, აი ეს ხალხი ვინ ჩამოვთვალე, მე ჩემს Facebook გამოსვლაშიც დავსვი ეს შეკითხვა მწვავედ და ეხლა ძალიან გთხოვთ გააკეთეთ კომენტარი ამასთან დაკავშირებით და გამეცით პასუხი და საქართველოს, მე კი არა, საქართველოს მოსახლეობას უპასუხეთ, არიან თუ არა ეს ადამიანები აგენტები და თუ არ არიან აგენტები, მაშინ რატო ეძახით თქვენ მაგათ აგენტებს და რატო აპელირებთ სულ მათი ფული საეჭვო წარმომავლობით და თუ არიან აგენტები, მაშინ რატო არ იჭერთ? მაშინ თქვენ თამაშობთ ორმაგ თამაშს და მაშინ გეუბნებით, რომ თქვენც აგენტები ხართ და თქვენ ხართ ყველანი საქართველოს მტრები ერთად. და ეს ქვეყანა არის დაღუპული და ვაი და უი ჩვენ საწოდავ საქართველოს და ჩვენ სამშობლოს. აი ამაზე გამეცით პასუხი. მიპასუხეთ ამაზე, არის თუ არა ეს ასე.
და ყველაზე მთავარი არის თუ არა სააკაშვილი უცხო ქვეყნის აგენტი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა, დაკარგა ტერიტორიები, მშობიარე ქალებით წამოწვა გორში, ვერხვების უბანში 2008 წლის 10 აგვისტოს სამარცხვინო თავზე გადაახტა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კუშნირს, ჩამოიყვანა მერე პორნო მასაჟისტი შეშინებულმა ნირწამხდარმა და მუცელზე მხოხავმა დოქტორი დოტი და მერე ქონდათ იქ ერთი ამბავი და რა ვიცი ტანცი მანცი ლავხაღუმე. აი გეკითხებით, ეს კაცი არის თუ არა აგენტი? აი ეს მაინტერესებს ძალიან გთხოვთ. არის თუ არა აგენტი ვანო მერაბიშვილი, არის თუ არა აგენტი გია ბარამიძე, რომელიც 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს, უკაცრავად, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დედით ქართველი იგორ ივანოვი რუსთაველის პროსპექტზე პარლამენტის წინ მიტინგზე გამოდიოდა და იძახდა გაუმარჯოს, ეს უკრავდა ტაშს. არიან თუ არა ესენი აგენტები და არის თუ არა აგენტი გიგა ბოკერია. აი მახსენდება გზა და გზა ვერ ამოუწურე საქართველოს დამაქცევრების სია. აი ამას გაეცით პასუხი. ხო და მე აი კიდევ ერთხელ გამიგეთ რომ ესე იგი არც გია არსოშვილის მტერი ვარ, არც გულბარ ცხილაძის მტერი ვარ, არც ლაშა ჩიხლაძის მტერი ვარ, მაგრამ გამაგებინეთ და საქართველოს მოსახლეობას გააგებინეთ რა პოლიტიკაა ეს, რომ 112-ის ხელმძღვანელი გაამწესეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ საკვანძო თანამდებობაზე პოლიციელი და დარწმუნებული ვარ სუსის მაღალჩინოსანი. პოლკოვნიკზე ნაკნები ჩინი, ალბათ ბატონ თუ გენერალი არ არის, ალბათ არ ექნება ბატონ გია არსოშვილს. და თუ ცხილაძე და ჩიხლაძე არიან აგენტები და დაიჭირეთ, რატო არ იჭერთ ამ ხალხს? მით უმეტეს მაშინ, როცა 2012 წელს იმ მართლაც და ისტორიული 1 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ძალიან მალე ბატონმა ბიძინამ ივანიშვილმა ჩაატარა გახმაურებული პრესკონფერენცია და გიგა ბოკერიას საჯაროდ უთხრა, რომ როცა შენო იყავიო უშროების საბჭოს მდივანიო, 30 მილიონი დოლარი არის იქ შეჭმულიო. და სად არის ის ფულიო? ეხლა მე გეკითხები თქვენ ბატონო ბიძინა და ძვირფასო ხელისუფლებაო. კაცო 30 მილიონი დოლარი მე რომ მომეპარა, ჩემი ძვალი ხო არ იქნებოდა აქამდე? ხო შემჭამდით და მარტენის ღუმელში დამწვავდით, ან ცოცხლად შემჭამდით, ხო? და გიგა ბოკერიას რატომ პატიობთ ამას? მაშინ მე მრჩება შთაბეჭდილება და ლოგიკურად მივდივარ იქამდე, რომ თქვენ ხართ ერთნი. ერთმანეთში თამაშობთ ცოლქმარობანას და ატყუებთ ქართულ ხალხს. ეს არის სიმართლე. აბა სხვანაირად როგორ ხდება? რომ 30 მილიონი ჭყონიამ 5 მილიონი შეჭამა, ამან იმდენი შეჭამა, გიგა ბოკერიამ 30 მილიონი შეჭამა. ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ რა არის ის ზედა ზღვარი, რომლის შეჭმის შემდეგაც თქვენ ხალხს იჭერთ. ან აცხადებთ აგენტად. ესე იგი სანამ საქართველოს უკვე შეჭმულია, აღარ დარჩა აღარაფერი ქვეყნისგან. რაც დასაკარგი მქონდა, ყველაფერი დაკარგულია. ყველაფერი განიავებულია, ყველაფერი ჩამორიგებულია, ბეჭედ დასმულია. აი კიდე რა არის შესაჭმელი? და როდის აღადგენთ სამართლიანობას? აი მიმართულებით თუნდაც რომ ხო დაიჭირეთ ორი აგენტი არა? აი ეს ხალხი ვინ ჩამოგითვალეთ? ბოკერიათი დაწყებული, ლომჯარიათი დამთავრებული. ამ ხალხს აძლევთ თუ არა პასუხისგებაში? თქვენ ხო დავპირდით ჩვენ რომ სამართლიანობა აღდგებოდა. სამართალი იზეიმებდა ქვეყანაში. სად არის ეს სამართალი? ეხლა 1 ივნისიდან, გუშინდელი დღიდან
ძალაში შევიდა ძვირფასო მეგობრებო კანონი, რომლის ძალითაც სოციალურ ქსელებში, მედიაში, ღია სივრცეში, საჯარო სივრცეში უწმაწური თუ წმაწურიანი მოწოდებები ხდება დასჯადი. იქნება ადმინისტრაციული ჯარიმები, იქნება ფულადი ჯარიმები, იქნება 1000 გადას. ეხლა ითქვა რომ რაღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა დეპარტამენტი, აი ეს დეპარტამენტი ჩაატარებს აი ამის მონიტორინგს, თუ ვინმე რაიმეს ესეც იტყვის, თუ რაიმეს ესეთი განცხადება იქნება და აი ამის შემდეგ კონკრეტული პირის წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი დევნა და ბოლოს საქმე წავა სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტს ეს იყო თუ არა სიძულვილის ენა, მივაყენეთ თუ არა ვინმე შეურაცხყოფა, დაირღვა თუ არა ვინმეს უფლებები და გადავაჭარბეთ თუ არა გამოხატვის უფლებას. მე მივესალმები ამას, ეს ძალიან კარგია და ადრეც იყო გასაკეთებელი, მაგრამ აქ არის ერთი დიდი მაგრამ. რაშია საქმე? ეს რო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, მართლა დემოკრატიული ქვეყანა და სასამართლო დამოუკიდებელი იყოს და ლევან მურუსიძის სასამართლო არ იყოს და მიხეილ ჩინჩალაძის სასამართლო არ იყოს, კი ბატონო, ვენდობოდით სასამართლოს თვალდახუჭული. მაგრამ ამ სასამართლოს ნდობა როგორ შეიძლება? ადეიშვილის მოსამართლეების ნდობა როგორ შეიძლება? მე გეკითხები თქვენ რომ ლევან მურუსიძე, რომელმაც გირგვლიანის საქმეში რეები აქვს გაკეთებული, როგორ შეიძლება? გიორგი ჩემიას სასამართლოს ნდობა როგორ შეიძლება? სასამართლოს სისტემა, რომელიც არის ფაქტობრივად დაკომპლექტებული სააკაშვილის და ადეიშვილის და მერაბიშვილის ჭალათებით, რომელ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს? ეს ხომ ის სასამართლოა, რომელმაც ჩვენ ასავალ-დასავალი გაგვამტყუნა და მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის ჯიბის ბანკირი მამუკა ხაზარაძე გაამართლა. აი ამიტომ, როცა სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს დიდი კითხვის ნიშანი, მაშინ ეს პროცესი შეიძლება წარიმართოს კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით და დაიწყოს პოლიტიკური დევნა ადამიანების მისამართით. აი მე ეხა დღეს რო გამოვდივარ თქვენ წინაშე და ვსაუბრობ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილმა იმ სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელმაც აი ღია საჯარო სივრცეში უნდა გააკონტროლოს ჩვენი ფრაზეოლოგია, თანამედროვე ბარბარიზმით, სლენგით თუ განვჯით ეგრეთ წოდებული ვორდინგი, შეიძლება დაასკვნას, რომ რაღაც ეს დიტო ჩუბინიძე, კაცო, ადრე ეს მგონი ადრე ჩვენ გვახებდა და გვადიდებდა და ეხლა რაღაცა ამან აურია ცოტა და მოდი ერთი ამას ახლა აურიოთ ჩვენ კარგად რამსები და იქ ახლა გააშანშალებენ, რომ ამან ეგ რაღაცა იქ არ მოგვეწონა და აბა ერთი მიდი შენ და მე ლევან მურუსიძემ უნდა გამასამართლოს მე და დამაკისროს ისა 10,000 ლარი ჯარიმა. აი ეს გინდა თქვენ საქართველოში და მე რა გინდა თქვენ ბოლოს და ბოლოს ამითი. მაშინ კეთილი ინებეთ, კი ბატონო, ეთანხმები? მაშინ თქვენ ჯერ კეთილი ინებეთ და აი ის ხალხი დაიჭირეთ ჯერ. ის ნაძირალები დაიჭირეთ, რომლებიც ჩვენს გმირ ბიჭებს და მართლა საქართველოსთვის თავდადებულ ბიჭებს, იმ პოლიციელებს, რომლებმაც გადაარჩინა საქართველოს უბედურებას, აი ეს მაშინ როცა ეს აკაცუკები ცეცხლსა და წონწუმას უშენდნენ იქ, რა ქვია, მთავრობის სასახლის დამცველებს და მიდიოდნენ ეს დამორფილი, დაბანგული გოგონები და რა სიტყვებით აგინებდნენ და რა სიტყვებს ეძახდნენ ამ გმირ პოლიციელებს და რაოდენ მოთმინებას იჩენდნენ ისინი. ძალიან კარგად იცით, ვინც იგინებოდა, ვინც რა სიტყვებით ამკობდა ამ ბიჭებს და კეთილი ინებეთ და დაიჭირეთ და გაასამართლეთ ისინი.
ეხლა თქვენ თუ ის გინდათ რომ ეხლა ვიღაცა ორი კინკილა ეროვნული კაცი შემორჩა მედია სივრცეს საგაზეთო ჟურნალისტიკას და სოციალურ ქსელებს და იმ ხალხს დაერიოთ და ის ხალხი გააჩუმოთ ძალიან ცუდნი ეგ ამბავი ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი ასე არ დამთავრდება კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ საქართველოში სასამართლო სისტემა რო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ლევან მურუსიძისა და მურუსით მოცული ადამიანებისაგან კი ბატონო ვინო ხერი ამოიღებდა ხმას გეთანხმებით აბსოლუტურად რომ ის ლანძღვაგინების ნიაღვარი და ის საშინელება რომელიც ვირისაბანოში გამომწყდებულმა ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა და სინამდვილეში ნომრიანმა აგენტმა ელისო კილაძემ დაამკვიდრა იმ სოციალურ ქსელებში ძალიანაც სწორი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება და მივესალმებოდი რა თქმა უნდა მაგრამ როცა სასამართლო სისტემა არ არის თავისუფალი გავლენებისგან პოლიტიკური გავლენებისგან მაშინ ძალიან სახიფათო არის ძვირფასო მეგობრებო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ძალიან სახიფათოა აი მე ვსვამ ეხლა კითხვას 4 თვე გავიდა იმის შემდეგ რაც დასავალში აცგანსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ ჩემი აზრით მოკლულმა მოწამლულმა და მოკლულმა დასვა დიდი კითხვის ნიშანი და ბატონი კობახიძის მისამართით განაცხადა რომ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილხამ ალიევთან გააფორმა საიდუმლო ხელშეკრულება რომლის ძალითაც დავით გარეჯის სადაო ტერიტორიები ჩიჩხიტურის კოშკი და აღდგომის ტაძარი გადაეცა აზერბაიჯანს შეკითხვა არის დასმული 4 თვეა და კაციშვილი ხმას არ იღებს ხელისუფლება დუმს სვამ შეკითხვას ეს ის შემთხვევაა როცა დუმილი თანხმობის ნიშანია აბა რას ნიშნავს თქვენი დუმილი მე რო ეხლა კაცმა დამაბრალოს ბატონო ირაკლი კობახიძე თქვენ მოგმართავთ მე რო კაცმა დამაბრალოს ეხლა რო შენ გაყიდე ქართული მიწის რაღაც ნაღლეჯი და ვიღაცას აჩუქე ცასადა ქვეყანას შევყრი გამოვალ და ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ თქვენ გაჩუმებული ხართ და რატომ ხართ დადუმებული ეს ის შემთხვევაა როცა დუმილი თანხმობის ნიშანია ეთანხმებით აცგანსვენებულ ლაზარე ჯორბენაძეს ამ ბრალდებაში და ეს ბრალდება რო არ გაემეორებინა ხშირ-ხშირად იმიტომ ამოხადეთ იმ კაცს სული თუ რა მოხდა გაგვეცით ამ შეკითხვაზე პასუხი კიდევ ერთხელ გეუბნებით მე თავის მოკვლას და ჩამოხრჩობას არ ვაპირებ ჯანზე ვარ არ ვსვამ არ ვეწევი და ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ ჩემი საქმე არის პუბლიცისტიკა ჟურნალისტიკა ვარ პროფესორი და ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტში და მყავს ძალიან ბევრი სტუდენტი და მიყვარს ჩემი სტუდენტები და მე მგონი არ ჩემს სტუდენტებსაც ამძულ ვარ აი გეკითხებით ხარო ჩემი შვილებით და მაქვს იმედი იმისა რომ ხვალე იქნება თუ ზეგე იქნება ჩემი შვილების თაობა და ჩვენი შვილების თაობა აი მამების და პაპების მიერ გაუხრებულ და გათახსირებულ საქართველოს ფეხზე წამოაყენებენ და როგორც იტყვიან რაღაცა წინვალე ვარსკვლავის მაძიებელნი შეიქმნებიან ეს ბიჭები და გოგოები და საქართველოს აღდგომა გამოხსნის გზა არ იქნება შორს ამ კითხვებს თქვენ ვერ პასუხობთ ხართ არეულები ხართ დაბნეულები და ხართ გაჭედილები აი ეს არის თქვენი ტრაგედია და უბედურება და ეს არის საქართველოს ტრაგედიაც სხვათა შორის და მე ვარ განხიბლული და აპათიაში ვარ ჩავარდნილი იმიტომ რომ მე არ უნდა მიწევდეს ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი თუ ამ თემებზე მომიწევდა მე საუბარი იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ მე ამ ხელისუფლების ერთ-ერთი გულმხურვარე ხარდამჭერი გახდით და უკანასკნელი როლი არ მიმიწვის იმაში რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ეს ხელისუფლება მოვიდა სათავეში რა გააკეთეთ თქვენ ფულის კეთების მეტი არაფერი გიკეთებიათ აკეთებ პულს დანარჩენი რა გააკეთეთ მითხარით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინეთ თუ რა ქენით არაფერი აბსოლუტურად რა მაღაზიაში ვერ შეხვალ 100 ლარით ვერაფერს ყიდულობ რა ფასების კორექცია გააკეთეთ თქვენ
35 ლარი ღირს მაღაზიაში კილო საქონლის ხორცი. ეს არის ფასების კორექცია? რას დაუკელით, რა პროდუქტებს დაუკელით, რა ზღაპრებს უყვებით ხალხს, კაცო? ამდენი პრემიერ-მინისტრები დაჭერილი, ზოგი გაქცეული, მინისტრები დაპატიმრებულები, ესე იგი არ დარჩა, ეხლა ხო წარმოგიდგენია თქვენ, სკულპტუროზურად რო შემოწმდეს, ყველა უწყება, ყველა დასაჭერია, ყველა კორუმპირებულია. გუშინ უყურე საცოდაობას რუსთავი 2-ის ეთერში. ეხლა ეს ირაკლი კუპრაძე რა ხვითოც არის ძალიან კარგად ვიცი, მე ეს მამუკა ხაზარაძის ჯიბის პოლიტიკოსი. ეს გასაბერი ეკლესიის ღვთისმსახური, ეგრეთ წოდებული ეს ნიკა უბოლაძეც რა ხვითო ბრძანდება ძალიან კარგად ვიცი. იაგო ხვიჩიაზე ამას ვერ ვიტყვი, ეგ ყველაზე ნიჭიერია და მაგათთან შედარებით მაგის წარსული ეხლა არ შეიძლება გაიგივებული იქნას მაქსიმ დღეზე, მაგრამ საცოდაობას უყურე გუში. საცოდაობას. ეს ტყემალაძე ბალზია და ტყემალს მიირთმევს, რაც შეეხება კალაძეს, მე არ ვიცი რა ბატონო კახი ეხლა დიდი ფეხბურთი ითამაშეთ, მაგრამ ძალიან დიდ გაუგებრობაში ხართ თქვენ მოყოლილი და მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეგ ამბავი გადაგიყოლებთ. ხმალაძის ამბავი თქვენ გადაგიყოლებთ. და მე ეს მერია რომ რაღაც აუღებელი ციხე კოშკი გახდა და იქ რო ეხლა აი უღირსმა კაცმა რომელმაც ბექა ყორშია რო ქვია მას ღირსების ნატამალი არ გააჩნია საერთოდ ჩემი აზრით რა თქმა უნდა, მაგრამ ის დიდი სიმართლე რო გამოაცხოდა ის ვიღაც ლუხუმ ქართლოსაშვილი მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და გუთენტრაკენის მეთოდებით რო აგებდა გზებს და მთელი ქვეყანა დაგცინი თქვენ. ეს ლუხუმ ქართლოსაშვილს ვინ გაამარჯვებინა ტენდერში ხომ ვერ მეტყვით შემთხვევით გუთენტრაკენის მეთოდით რო აგებდა გზებს. და რამდენი ლუხუმ ქართლოსაშვილი გყავთ თქვენ? ესე გამარჯვებული იქ კომპანიები. რამდენი? და სად არის საქართველოში ამდენი ქართველი, რას აშენებთ ამ კორპუსები მშენებლობის უკან ვინ დგას? სად არის ვისთვის შენდება ეს კორპუსები მითხარით? საქართველოს უპასუხეთ და გამოაქვეყნეთ ციები. ვინ ცხოვრობს ამ კორპუსებში? ბატონმა გიგლა გობეჩიამ, ცნობილმა ჟურნალისტმა, პროფესორმა, ჩემმა კოლეგამ, ჩემმა უფროსმა მეგობარმა საგაზეთო ინტერვიუში განმიცხადა, ჩემმა ახლობელმა დიღომში მიიღო ბინა, აი ეს ახლა კორიდორული სისტემები რო აქვს, რაღაც იდიოტობები. ერთი ქართველი ცხოვრობს 17 პაკისტანელი ყავს მეზობელი. ვისთვის შენდება ეს კორპუსები საქართველოში? გეკითხებით რა ბიზნესი გაქვთ თქვენ? რა ცოდვის ბიზნესს ატრიალებთ საქართველოში? მე დიდი ეჭვი მაქვს რომ თქვენ ყველანი ერთად მოხვდებით ჩვენიერ დღეს ვირის აბანოში. და დანდობა არ იქნება. ეს არ არის მუქარა, ეს არ არის რაღაც ამოჩემება და აკვიატება ჩემი, ფიალა ივსება ერის და თქვენ ერთად ყველანი ამ თქვენს ჯიბის ოპოზიციონერებთან ერთად მოხვდებით გისოსებს მიღმა და ქართველიერი დადგება ფეხზე. და როგორც დიდი ვაჟა იტყოდა, ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა. დადგება ეს დრო. და იმ ჩემს სამარცხვინო კოლეგებს მივმართავ კიდევ იმ 1200 კონვერტის ადრესატებს. თქვენ ხო არ გონიათ რომ თქვენი სახელები და გვარები არ არის ცნობილი. და რა ფულებს ღებულობ თქვენ სამარცხვინოებო თქვენა. ჩვენ უბრალოდ ვიკავებთ თავს. არ გვინდა უბრალოდ. და სხვათა შორის იმ ცხონებულ ლაზარე ჯორბენაძეს ჰქონდა თქვენი სია. და მე ვეხვეწე რომ მომეცი მეთქი და არ მომცა. და იცი რატო არ მომცა და მართალ იქნა. იცი რა მითხრა? თითო ძალიან ბევრი შენი ნაცნობი ადამიანი იქნება იქო და არ გინდაო. იმიტომ რომ ცხოვრებას გაერთულებო და წარმოდგენა დაგეკარგება ყველაფერზე. მე წარმოდგენა ყველაფერზე დიდი ხანია წარმოდგენა დაკარგული მაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი დამრჩა
მაგრამ თქვენ ხო იცით სად ახართ და რა სიაში ხართ და რაზე გაქვთ ხელი მოწერილი და რა კონვერტებს ღებულობთ და რის ფასად ღებულობთ ამას და რას აკეთებთ და რას გაკეთებინებენ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი რო გამოქვეყნდება მე რას აპირებთ თქვენ შვილებს და შვილიშვილებს თვალებში როგორ ჩახედავთ არ შეგწყვებათ თქვენ რა გონიათ თქვენ საქართველოს თქვენი საქციელით არ ყიდით დაფიქრდით ამაზე როგორც დიდი კლასიკოსის დაუფასებელი კლასიკოსის ერთ-ერთი ლიტერატურული გმირი ამბობს იფიქრეთ და იტანჯეთ იმიტომ რომ კაცი ტანჯვისთვის არის შექმნილი მაგრამ თქვენ არ ახართ შექმნილი ტანჯვისთვის თქვენ შექმნილი ხართ ღალატისთვის თქვენ ახართ ღალატის თაობა თქვენ ხართ საქართველოს მოღალატეები და საქართველოს მოღალატეების ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს ბედნიერად მომავალ სამშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ